ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ, მოგვიწია შეწყვეტა სამწუხაროდ თავის ტექნიკური გაუმართლობის გამო. ბოლოს ლევან ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ საპასპორტოში მიხვედით და ხელმოწერასთან დაკავშირებით შეგექმნათ პრობლემა. თუ შეიძლება ამაზე უფრო დეტალურად რო გვითხრათ. როდესაც მივედი იქ, თხოვეს რომ ხელი მომეწერა, მაგრამ ჩემ ახლობლივან ვინც იქ მახდა, მათ მოუთხეს რომ არ შეუძლიაო ეს ასეთი ადამიანი უნდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი და არა იმათ მაიძულეს რომ მაინც უნდა რაღაცნაირად უნდა გააკეთო. ბოლოს რაღაცა ისე ვთქვათ, მაინც შემძლია რაღაც ის გაკეთება. შემდეგ მაიძულეს რომ გამეხედა კამერისკენ, რომელსაც ფოტოს მიღებდნენ. ესეთი რაღაცა გარკვეული ისინი არის რა ყოველ. რაღაც უბრალოდ შემოგახაზინეს, ხო სწორად თუ მივხვდი, ფიზიკურად რო ანუ ხელმოწერა დაფიქსირებული იყო. ხელმოწერა მაინც რაღაცა უნდა გააკეთოსო და ხელმოწერა მაინც დაფიქსირდა. ჩვენ შეზღუდები არის რაღაცა. არ არის მაგალითად ადაპტირებული პირადად შეუძლო თუნდაც იმ სოფელში, ჩემ სოფელში გასვლა. თქვენ თეთრი ხელჯოხით სარგებლობთ, შეგიძლიათ მისი გამოყენებით რო ანუ იაროთ? სამწუხაროდ პირადად ეს ხელჯოხი არ გამოჩნდა. მაგრამ რაღაც ხელჯოხი აქვს კი აი ის სიმთვრების განკვეთილი თეთრი ხელჯოხი არ გამოჩნდა. თქვენ ხართ აზერბაიჯანის მოქალაქე. შესაბამისად, გაქვთ თუ არა რაიმე სოციალური შემწეობა ან რაიმე სერვისები, რაიმე უფლება გაქვთ აქედან გამომდინარე? ანუ ვიღებ პენსიის სახით მაქვს. და რამდენად საკმარისი არის ეს თანხაც? ანუ ამაზე კმაყოფილი ვარ, ასე ვთქვათ, ეს არანაირი პრობლემა არ არის. საკმარისია, მაგრამ არსებობდა თურმე რაღაც კიდე სოციალური დახმარებები, რომელიც აკმაყოფ ჩემს გარდა კიდე რამოდენიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დაფიქსირებული სოციალურ იმაში დახმარების ცენტრში ვონდ, არა უსინათლო სხვადასხვა სახის. თქვენ ინფორმაცია არ გქონდათ ამის შესახებ, თუ რაღაც ტექნიკური მიზეზების გამო ვერ შეძერით ამ დახმარების გაკეთება, თუ რატომ? შევძელით, მაგრამ აქ მაგალითად რაღაც დღესასწაულებზე მაგალითად ახალ წელს და კიდევ აზერბაიჯანში დაწესებულ თავიანთ დღესასწაულებს მაგალითად რაღაც ბაირამებზე რაღაც შეიძლება დახმარებები, მაგრამ ჩემამდე არ აღწევდა. როდესაც მიმართეთ სოციალური განყოფილების დროს მან ეს არ მიიღო, ანუ კარგად იქნებოდა რამოდენიმეჯერ აღარ მომივიდა კიდე რომ მიმართეთ, აღარ ვწევთ ჩვენ. თქვენ ამბობდით რომ სოციალური მედიიდან გამომდინარე უფრო მეტად ხელმისაწვდომი არის ქართულენოვანი ინფორმაცია. თუ გაქვთ ქართულენოვანი ტელევიზიები თუნდაც ან მობილური ოპერატორებით თუ შეიძლება რაღაც საზღვრიდან ოპერატორებით დიახ არის მაგთის მობილური ოპერატორებს სიგნალებს ვიღებთ სამწუხაროდ და ტელევიზიებსაც რა თქმა უნდა. სამწუხაროდ რატომ? ასე თქვა set-top box-ებით და სატელიტის მეშვეობით ყველა ქართულ არხის სიგნალს ვიღებთ. უცხოეთში ასევე ჩვენც. თქვენ თქვით რომ კონტროლდებაო ჩვენი პოსტები და საჯარო სივრცე. თქვენ პირადად გქონიათ რამე შეხება, მიგიღეთ რამე შენიშვნა, ასე თქვა ხელისუფლებისგან ან ვინმე ძალოვანი სტრუქტურისგან არ ვიცი რაიმე მსგავსი რომ არ დაწერო, არ დაპოსტო და ასე შემდეგ. გარკვეული ადამიანებისგან მიმიღია, რა ხელისუფლებისგან რაღაცა არა. უბრალოდ მომიწოდებენ ან დამეწერა ისეთი რაღაცები. თქვენ თქვით რომ სკოლა არსებობს ქართულენოვანი და საბავშვო ბაღი. ეს სკოლა ვის მიერ ფინანსდება? ეს საქართველოს სახელმწიფო აფინანსებს თუ ვინმე კერძო პირი თუ აზერბაიჯანის ხელისუფლება? აზერბაიჯანის ხელისუფლება ფინანსებს სკოლას. საქართველოდანაც გარკვეული წლები იყო მოვდიოდა წიგნების სახით დახმარებები. მაგრამ ახლა ამ ბოლო წლებში ეგეც აღარ არის, ანუ ხორციელდება ძირითადად ძველი სახელმძღვანელოებიდან სწავლა.
თქვენ თქვით რომ ანუ ასიმილაციის მცდელობები არის და რაში გამოიხატება ეს ამბობთ რომ ქართული ენაზე საუბარი არის პრობლემური. რაში გამოიხატება ეს პრობლემურობა? ეს პრობლემა გამოიხატება უფრო საქართველოსთან ჩამოსულ ადამიანებზე სეზონით, თათ მე თანდოვის პირობ ჩამოდის ხალხს უშინან რომ საზოგადოებას რომ შეხვდეს თავისი აზრი გამოთქვას. წინასწარი რომ აფრთხილებენ რომ ესა და ეს უნდა თქვათ რომ ყველაფერი კარგად არის, არანაირი პრობლემები არ უნდა წამოაყენოთ. თქვენ გაფრთხილებენ? წინასწარი არის, როდესაც არის ვინმე ჩამოდის, წინასწარი არის რამოდენიმე თვის წინ გაფრთხილება ყველანაირად. და შეერჩევა იმ ადამიანების, რომლებიც და შეერჩევა იმ ადამიანებისა, რომლებსაც უფლება აქვს. შეერჩევა იმ ადამიანებისა, რომელიც მიუნდა იქ ისე იტყვიან ყველაფერს, რომელიც აწყობთ. თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენ რატომ არ აგარჩიეს გამოირჩევით, თქვენ ითვლება რომ გამოირჩევით რაღაც განსაკუთრებული რა ვიცი გულწრფელობით საჯარო სივრცეში თუ რის გამო? ნამდვილად არ მეთქვით. თქვენ ერთ-ერთ გადაცემაში რადიო იმედზე ახსენეთ, რომ საქართველოში ჩამოსვლა გნებავთ და აქ თვითრეალიზება და ასე შემდეგ. აი, რა, ამიტომაც მეც გკითხავთ, რა არის თქვენთვის გამოსავალი, როგორ ხედავთ, რა უნდა შეიცვალოს თქვენ ცხოვრებაში იმისთვის, რომ თვითრეალიზებული გახდეთ, უფრო მეტად. ანუ, მაგალითად, შემიძლია პირდაპირ. თუ შეიძლება ცოტა ხმამაღლა რო ისაუბროთ. ანუ პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არც კი დავფიქრდებოდი მეტად, ამე რომ იყოს ჩამოვდოდი მაგათ და შუალებრივ შევერთებოდი თქვენს უსნებთან კავშირს და ვიცხოვრებდი მან. და მცდელობები გქონდათ ამ მიმართულებით? ბატონო? მცდელობები გქონდათ ამ მიმართულებით? არა, სამწუხაროდ რაღაც მცდელობები არის, მაგრამ მანდაც როგორც მე ვიცი, ბევრი პრობლემაა. რაღაც ის მხრივ, მაგრამ მე შევეცდები ყველანაირად რომ მან ჩამოვიდე ხლა მაინც. მაგრამ ხა რამდენად შევძლებ თვით რეალიზებას და რამდენად ამ ცხოვრებას ეგ უკვე ჯანჯრობით მაგაზე წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვით. მაგრამ ერთადერთი ფაქტი ის არის, რომ მე აქაც რომ მქონდეს ვითხოვ ყველანაირი, აი რამე ადაპტირება რო იყოს, რომ შემაძლოს მის რაღაცაში მონაწილეობის მიღება. ამასაც არ ვიტყვი ვას. დღესდღეობით ჩემი ყოველდღიური ცხოვრება ესე გამოიხატება, მაგალითად დავდივარ ტაძარში, ყავს მოძღვარი, ვეცები წირვა ლოცვას. ვიცი, მადლობ უფალს რომ ერთადერთი ვარ უფლის იმედად, ასე ვთქვათ. ეკლესიის პრობლემები ხომ არ ექმნება იგივე მსახურებებს და ასე შემდეგ? არა, ესეთი რაღაცები უკვე ეს პრობლემა აღმოვიფიქრა. მათ ჩვენმა მოძღვარმა მიიღო აზერბაიჯანის მოქალაქეობა და დღესდღეობით აღავლენ წირვა ლოცვას. ანუ წირვაზე დაწრების და ლოცვის და ადრე იყო პრობლემები? ადრე იყო, მაგრამ ახლა არაფერს არ უშლის. როგორი პრობლემები იყო? ეს წლების წინ იქნებოდა, როგორი ტიპის პრობლემები იყო? როგორი ტიპის და უფრო ეკლესიის მხრიდან მთავრობის მხრიდან ის იყო, რომ ეკლესია დღესაც არის ესეთი რაღაცა ცდილობა, რომ ქართული ეკლესიები არის ალბანური. ესეთი ბროშურები გამოიცემა დღესაც არის. ესეთი რაღაცები არანაირი ქართული არ არის, ეს არის ალბანური ძეგლები. თქვენ არ გაქვთ იმის უფლება, რომ აღავლინოთ წირვა ლოცვა. ამ ეკლესიებში ეს არის ალბანური. მაგრამ ეს როგორც მეცნიერები სამტკიცებენ, სტარი აზრი, რომ ეს ტაძარი ბოლოს ჩვენ დროში საკმაოდ შეზღუდულები ვართ. უბრალოდ მე მინდა კითხო, საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებით, აი დღესაც მაგალითად ჩვენი გადაცემის პრობლემა იყო, რომ თქვენთან შუქი გამოირთო. რამდენად ხშირად არის და რა სახის საყოფაცხოვრებო პრობლემებს აწყდებით? ინტერნეტის შუქის გამორთვები, რამდენად ხშირია ეს? სამწუხაროდ ახლა ცოტა მერიდება, მაგრამ ასეთი პრობლემები არსებობს, არ ვიცი. რა არის მოსარიდებელი ჩვენს ქონდა ეს პრობლემები სანთლის შუქზე გავიზარდე მე პირად. არსებობს ესეთი პრობლემები სამწუხაროდ. ანუ თვითონ გაურკვეველ მიზეზებს ასახელებენ რამე პროფილაქტიკურ სამუშაოებს უკავშირებენ ამ ყველაფერს, როდესაც მიმართავ. ან თქვათ უფრო ამ მხრივ რა, ანუ
მუშაობები მიმდინარეობს. ინტერნეტი არის საკმაოდ სუსტი, საკმაოდ მე დღესდღეობით ძალიან მიძნელდება არა მარტო ჩვენ სოფელს მთლიანად რაიონსაც, ასე ვთქვათ, ინტერნეტთან მუშაობა. ყველანაირად ხელს მიშლისო ძალიან სუსტია. დარითი თბებით გათბობა როგორი გაქვთ? არის ბუნებრივი გაზი. პირადად თქვენთვის რა არის, რას მიიჩნევთ? საზოგადოებაში ხართ ინტეგრირებული? მე მესმის რომ დასაქმებული შეიძლება არა, მაგრამ პირად ურთიერთობებში, ოჯახში რამდენად დამოუკიდებლად გრძნობთ თავს და რამდენად გინდათ რომ ამ მიმართულებით რაიმე შეიცვალოს თქვენს ცხოვრებაში? მე უფრო საზოგადოებაში გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, ზოგადად ვარ ინტეგრირებული, მაგრამ ეს უფრო გამოიხატება როგორც თქვენთან არის ხოლმე. შეწოდების მხრივ, ასე ვთქვათ, უფრო ეს ის აქვთ. სტერეოტიპები შეიძლება ძალიან ძნელია. ან უფრო ისეთი ის აქვთ, რომ უსინათლოა და რაღაცა შეწოდების ის არის, მაგრამ ოჯახშიაც მე პირადად მთლიანად დამოუკიდებელი არ ვარ, მინდა რომ უფრო დამოუკიდებელი ვიყო ოჯახში რაღაცები. მეც შეძლო, უფრო ვარ ოჯახის წევრებს დამოუკიდებელი. და რა გიშლით ხელს რაც კარგი კვალიფიციური მასწავლებლის არ არსებობა, თვითონ ოჯახის წევრები არ გაკეთებინებენ, თუ რა არის მიზეზი? ოჯახის წევრებიდანაც არის ეს კი რაღაცა ძალიან მას არ მაძლევ ბევრ უფლებებს, რომ პირადად დამოუკიდებელ ეს შეუძლია. ძალიან დიდი მადლობა ლევან დღევანდელს ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისთვის, რომ გამოყავით და რომ შეძელით ყველაფრის მიუხედავად. ეს იყო გადაცემა ჰორიზონტის მიღმა, რომელიც რადიო ჩემი ხმის ეთერში უკვე ერთ კვირაში გაჟღერდება. მე კი საახალწლოდ უფრო გვიან, უფრო დიდი ხნით ვიდრე 2 კვირა ალბათ დაახლოებით 1 თვით დაგემშვიდობებით. წინასწარ გილოცავთ შობას, ახალ წელს, ყველას წარმატებებს და სიხარულს და ბედნიერებას ვუსურვებ ამ ახალ 2018 წელს და შევხვდებით უკვე 2018 წელს. კარგად იყავით, ნახვამდის.